ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ისლამური ქვეყნის სამხედრო ძალებმა ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით გაანადგურეს ბაჰრეინში მდებარე ამერიკული გიგანტი კომპანია ამაზონის მონაცემების მთავარი ინფრასტრუქტურა და შეუტიეს შეერთებული შტატების საჰაერო თათოციის სისტემებს. გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ვაშინგტონისა და რიგი ევროპული სახელმწიფოების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული გასამხედროებული ირანული დაჯგუფება აცხადებს, რომ ბაჰრეინის მუჰარაკისა და რიფას რაიონებში აღარ არსებობს ამერიკული რადიოლოკაციური დანადგარები, რის დადასტურებაც ჯერჯერობით რთულდება სამხედროდ გავრცელებული ინფორმაციის გამო. ამავე დროს ქუვეითი აცხადებს, რომ ირანმა კვლავ შეუტია მის ელექტროსადგურებსა და გამტყნარების ქარხნებს, რამაც მორიგჯერზე დიდი ზიანი გამოიწვია. ეს ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა. თეირანი აცხადებს, რომ თავდასხმები იყო წინა ღამით შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე პასუხი, რადგანაც ვაშინგტონმა მასირებული დარტყმები მიიტანა მშენებლობის პროცესში მყოფ დარხოვინის ატომურ ელექტროსადგურზე. ეს ობიექტი ირანის მიერ განიხილება როგორც ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლისა და თვითკმარობის სიმბოლო. ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კი დასახელებულია ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რეგიონში ესკალაციის დაწყების დღიდან. გასულ კვირაში შტატების პრეზიდენტმა გააფრთხილა თეირანი, რომ ამერიკულ ბაზებზე იერიშების გაძლიერების შემთხვევაში ვაშინგტონი სამიზნეში შემოიღებდა ისლამური ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის დამაკავშირებელ ხიდებს, რაც არმიის ლოგისტიკურ მომარაგებას შეუძლებელს გახდიდა. ჯერ კიდევ სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველივე კვირებში ექსპერტები ამბობდნენ, რომ მონაცემთა ცენტრები გახდებოდა ირანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მოწინააღმდეგისთვის მეტი ზიანის მისაყენებლად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე ვაშინგტონის მოკავშირე სახელმწიფოებში განლაგებულია არა მხოლოდ ამერიკული ბაზები, არამედ ამერიკული კომპანიების ძირითადი ტექნოლოგიური ცენტრებიც.